დღეს ჩვენი პოდკასტი მინდა დავიწყო ასეთი კითხვით. როდის აპირებ პენსიაზე გასვლას და საერთოდ რა არის შენთვის პენსიაზე გასვლა? ნინო მაგაზე არ მეფიქრია. ანუ ვერ წარმომიდგენია ტრადიციული გაგებით პენსიაზე გასვლა ჩემ შემთხვევაში. ალბათ ჯობს რომ დავიწყო ფიქრი ისეთი დანაზოგის გაკეთებაზე, რომელიც აი ტრადიციულად 60-65 წლის რო გავხდები თუ რამდენიც არის ასაკი, იმის მერე საშუალებას მომცემს, რომ მაინც ვაკეთო ის რაც მიყვარს, თუნდაც ახალი რამე ვისწავლო, დავხელოვნდე ახალ უნარებში. მოკლედ არ ვაპირებ უსაქმოდ ჯდომას. თუ ამას მეკითხები. შენ რას აპირებ? მე ვაპირებ რომ მქონდეს უფრო მეტი დრო, რომელსაც დავუთმობ ალბათ ჩემს საყვარელ საქმიანობას, ოჯახს, რა ვიცი, განვითარებას, მოგზაურობას და ასე შემდეგ. პენსიაზე გასვლას ყოველდღე კი გვახსენებს ჩვენი საბანკო ანგარიში, საპენსიო დანაზოგი. მე არ გამოვსულა მაგ პროგრამიდან. ნუ ეს სხვა მხარეს იყოს და მოდი დღეს ვისაუბროთ ისეთ თემაზე და ისეთ ადამიანებზე და ადგილმდებარეობებზე, სადაც პენსიაზე არასოდეს არ გადიან. თუ გსმენია რაიმე ოკინავას კუნძულის შესახებ? კი, ეს არის ის საოცარი ადგილი, სადაც ცხოვრობენ ადამიანები თავიანთ რიტმში, ბედნიერად, საკუთარი გარემო აქვთ შექმნილი, 80-90 მეტ წელსაც აღწევენ და რიგი რიტუალი და ჩვევები აქვთ შექმნილი თავიანთ სოციუმში. კი. ეს არის ადგილი, ოკინავა, სადაც ყველაზე მეტი ხანდაზმული, დღეგრძელი და ბედნიერი ადამიანი ცხოვრობს. ძალიან ბევრი მათგანი გადაცილებულია 100 წელს და ფუნქციონირებენ. ოკინავას კუნძული ეს არის ადგილი, რომელსაც უწოდებენ ლურჯ ზონას და ძალიან კარგი არის ის, რომ მარტო ოკინავას კუნძული არ არის დედამიწაზე ასეთი, სულ 5 ლურჯი ზონაა. მოკლედ, ამ კუნძულზე მაცხოვრებელ ადამიანებს ძალიან ნაკლებად ემართებათ სიმსივნური დაავადებები, გულ-სისხლ ძარღვთა დაავადებები, ანთებითი პროცესები და არიან დღეგრძელები და რა არის მათი საიდუმლო? ესეთი კითხვა უნდა დავსვათ, ხო? რომ დავიწყოთ პირველ რიგში არის მათი ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება, მუდმივი მოძრაობა და რაც მთავარია, მათ ნაპოვნი აქვთ ცხოვრების საზრისი. ოკინავა ვახსენეთ, მოდი გადავიდეთ შემდეგ ლურჯ ზონაზე და ეს არის სარდინია, იტალიაში. აქაც ადამიანებს აქვთ საზრისი ნაპოვნი და ყავთ ძალიან ბევრი მეგობარი და მათთვის მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები. ღვინოსაც მიირთმევენ, მაგრამ ძალიან კარგად გრძნობენ თავს. კიდევ ესეთი ადგილი არის კალიფორნიაში, არის კოსტა-რიკაში და კოსტა-რიკაშიც ძალიან ბევრი არის 90 წელს გადაცილებული და მათი დილა იწყება 5 საათზე. მიდიან ბაღბოსტნებში სამუშაოდ და მათი თითები არასოდეს არ ჩერდება. და მეხუთე ადგილი არის საბერძნეთში, ამ კუნძულს ქვია იკაიას კუნძული, რომელსაც მეორენაირად უბერებელ კუნძულს უწოდებენ. და რა არის მნიშვნელოვანი, იცი რომ აი ამ 5 ადგილას 3 ადგილზე არ არის საკმარისი რესურსი. და ეს რას ნიშნავს, რომ ადამიანები ცხოვრობენ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ისინი ზრუნავენ სხვა ადამიანებზე, უზიარებენ ამ რესურსებს და მათ საერთო ბიუჯეტიც კი აქვთ შექმნილი, რომ როდესაც ადამიანს დასჭირდება მაგალითად თანხა, რომ თავისი მიზნები განახორციელოს, მას შეუძლია რომ საერთო ბიუჯეტიდან ისარგებლოს და ამით რას ქმნიან? უსაფრთხოების, დაცულობის და მიკუთვნებულობის შეგრძნებას და აქედან გამომდინარე ამბობენ ეს ადამიანები, რომ ზუსტად აი ეს მიკუთვნებულობის შეგრძნება, ერთიანობის შეგრძნება, ღირებული ურთიერთობები და ჯანსაღი ცხოვრების წესი განაპირობებს მათ დღეგრძელ და ბედნიერ ცხოვრებას. ესეთია ეს 5 ლურჯი ზონა. ძალიან საინტერესოა. რაც ჩამოთვალე თითქოს ყველაფერი ვიცით ხომ, რომ კრიტიკულია ჯანმრთელი და დღეგრძელი ცხოვრებისთვის, როგორც შენ ეძახი ხოლმე.
ჯანსაღი კვება, აქტიურობა, სოციალური კავშირები, მეგობრობა და ასე შემდეგ, მაგრამ სხვათა შორის აქამდე არ მიფიქრია, რომ ცხოვრების აზრის პოვნა იყო ამ ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრების ნაწილი და ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო აღმოჩენა და მიგნება იყო. და ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან კარგად ავარჩიეთ ეს წიგნი, რომელსაც ახლა ვახსენებთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ისი კარგად გააზრება, დაგვეხმარება ჩვენი თავის გაცნობაში და ცხოვრების უფრო ჯანმრთელად და საზრისიანად დაგეგმვაში. ანუ დღეს განვიხილავთ წიგნს სახელად იკიგაი, რომელიც დაწერეს ჰექტორ გარსიამ და ფრანჩესკ მირალესმა. ამ ორმა ადამიანმა შეისწავლეს კარგად ოკინავას მოსახლეობა, მათი რიტუალები, ჩვევები, ადათები და გვიზიარებენ თავიანთ მიგნებებს, თუ რა იყო მათთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ამ ადამიანების ცხოვრების ხელოვნებიდან. ეს ფრაზა ძალიან ყურში მომხვდა, იმიტომ რომ ისინი სწორედ ასე უდგებიან. მოდი დავიწყოთ თავიდან, ნინო, აგვიხსენი, რას ნიშნავს იკიგაი? იკიგაი ეს არის იაპონური სიტყვა, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება. იკი ეს არის ცხოვრება და გაი ეს არის საზრისი, ღირებულება. და რომ გავაერთიანოთ ეს ორი სიტყვა, მივიღებთ შემდეგ მნიშვნელობას, რომ ეს არის საზრისიანი, ანუ ღირებული ცხოვრება. და იკიგაი არ არის მხოლოდ ფილოსოფიური ფრაზა, ხო? ეს არის ცნება, რომელიც შეიძლება ყველა ადამიანმა იპოვოს. ის არის ძალიან კონკრეტული და შეიძლება ჩვენს ყოველდღიურობაშიც კი იმალებოდეს, ხო? არ არის აუცილებელი რაღაც ძალიან ესეთ ფილოსოფიურ ან სიღრმეებში ჩავიდეთ. ის შეიძლება იყოს ზოგიერთი ადამიანისთვის პროფესია, მოტივაცია, ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება იყოს დილით-ყავის რიტუალი ან ბუჩქების მოვლა. ბარდების მოვლა, თაკო როგორ ჩვენ ამბობ ხოლმე, ხო? ბარდების მოვლა. ვფიქრობ, რა, ანუ გვასწავლიან კიდევაც ამ წიგნის ავტორები, რომ არ უნდა ვიჩქაროთ ჩვენი იკიგაის ძებნისას. უნდა მშვიდად მივუდგეთ, დავხარჯოთ დრო, ვიფიქროთ და ისე გავაანალიზოთ. და ის თავისით მოვა კიდევაც და სწორედ ამას რო ვკითხულობდი, წარმომიდგინე თვალწინ შენ. იმიტომ რომ აი უცებ გავიაზრე, შენი იკიგაი რა არის, რომელიც ალბათ იცოდი რომ ეს არის შენი მისწრაფება, შენი საყვარელი საქმე. და მაინტერესებდა თუ მიხვდი რომ ეს არის სწორედ შენი იკიგაი და მართლაც იმ საღამოს დამირეკე და მითხარი რომ შენი იკიგაი იცი რა არის და ეს შენი ხმა აი ახლაც მახსენდება, ის ძალიან ემოციური იყო ჩემთვის და შთამაგონებელი კიდევ. მე ვაგრძელებ კვლავ იკიგაის ძებნას. ანუ ის არ არის აუცილებელი რომ იყოს ერთი, შეიძლება იყოს რამდენიმე. შენ ახსენე რომ ჩამოთვალე ხო რამდენიმე ასპექტი, რომლისგანაც შედგება ეს ჩვენი ბედნიერი და დღეგრძელი ცხოვრება, იკიგაი არის ერთ-ერთი ნაწილი. მოდი მოგვიყევი ამ ნაწილებზე უფრო დეტალურად. რა თქმა უნდა, იკიგაის ბევრი შემადგენელი ნაწილი აქვს, თუმცა თავიდან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავიაზროთ, რა არის იკიგაი. იკიგაი არის სინთეზი ფიზიკური, სულიერი და გონებრივი განვითარებისთვის. მოკლედ, დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ჰარაჰაჩიბუ, როგორც იაპონელები ამას უწოდებენ და ეს არის 80%-ის პრინციპი. ოკინავაზე მაცხოვრებელი ადამიანები არასოდეს ბოლომდე კუჭს არ ივსებენ. ანუ, როდესაც საჭმელს მიირთმევენ, ისინი ცდილობენ, რომ დანაყრდნენ 80%-ით. ასე ხსნიან, რომ ეს ყველაფერი მომნელებელ სისტემას უწყობს ხელს, ამით ენერგიას ზოგავენ და ამიტომაც ყოველთვის ფიზიკურად კარგ ფორმაში არიან ეს ადამიანები, ხო? მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ ეს 80%-ის პრინციპი მარტო საკვებთან არ არის დაკავშირებული და ძალიან კარგი ანალოგია შემიძლია მოვიყვანო. წარმოიდგინე
ტანსაცმელებით სავსე კარადა. ადამიანი აღებ კარადას, გინდა რომ რაღაც ჩაიცვა, მაგრამ ვერასდროს ვერაფერს ვერ პოულობ. არა და ამ დროს კარადა გატენილია ტანსაცმლით. მაგრამ შენ არ იცი რა გინდა, როგორ გინდა, რომელი გინდა. ახლა წარმოიდგინე მეორე კარადა, რომელსაც აღებ და არის ორგანიზებული, იქ არის სივრცე, იქ არის თავისუფლება და შენ ზუსტად იცი რა გინდა, რატომ გინდა და სივრცესაც პოულობ, რომ კიდევ რაღაცა ახალი დააშენო. ძალიან კარგი ხერხი აქვთ იაპონელებს ის, რომ ამ 80%-ს როგორ მართავენ საკვებთან მიმართებაში. სერვისი აქვთ ასეთი, 5 სხვადასხვა ჯამზე ანაწილებენ ულუფას და ეს ულუფა სხვადასხვანაირია. რა თქმა უნდა, დიდი არ არის თვითონ ულუფის მოცულობა, თუმცა მრავალფეროვანია და ამით თვალი თითქოს გონებას ატყუებს, ხო? ასეა, მრავალფეროვნებით და სხვადასხვა საკვებით იკვებებიან და ამავდროულად მათი კუჭი 100%-ით სავსე არ არის. ასე რომ ამ 80%-ის პრინციპს კარგად თუ გავიაზრებთ, საკვებიდან ბევრ სხვა ასპექტში შეგვიძლია გადავიტანოთ. კიდევ რა არის მნიშვნელოვანი იაპონელებისთვის, ეს არის მოირას პრინციპი. და რას ნიშნავს ეს? მიზანმიმართული და ღირებული ურთიერთობები. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ ცხოვრობთ ერთად, ჩვენ განვიცდით წუხილს ერთად და ჩვენ განვიცდით ბედნიერებას ერთად. და ეს არ არის მხოლოდ თანაცხოვრება და ჩვენი ურთიერთობები, არამედ ეს არის მიკუთვნებულობის შეგრძნება. ანუ ეს ადამიანები ზრუნავენ ერთმანეთზე, პასუხისმგებლობა აქვთ ერთმანეთის კეთილდღეობაზე აღებული და პრინციპი არის ის, რომ აქ მარტო მე არ ვარ, ჩემ გარდა სამყაროა და მარტო ჩემ თავზე კი არ ვზრუნავ, მე ამ სამყაროზე ვზრუნავ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი იყოს ჰარმონიაში. და ასევე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოძრაობა, ხო, როგორც მახსოვს, ისინი მუდმივად მოძრაობენ და ძალიან მომეწონა, არ არის აუცილებელი რომ სპორტ დარბაზში იარონ, ფაქტიურად არც კი დადიან, მაგრამ ისინი არიან სულ მოძრაობაში, ბაღში, მეგობრებთან, სასეირნოდ და ასე შემდეგ. და ასევე ის ამბავი, რომ იქ არავინ არის უბრალოდ ბაბუა, ან უბრალოდ პენსიონერი, ყველა მაინც არის საკუთარი საქმით დაკავებული. ზოგი თოჯინებს კერავს, ზოგი ბარდის ბუჩქებს აშენებს, ან სხვა ბუჩქებს და ყველას აქვს თავისი იკიგაი, ნაპოვნი და ცხოვრობენ იმით. და ეს არის როგორც მათი მნიშვნელობის დასადასტურებლად, ასევე იმისთვის, რომ გარემოსაც არგონ. და ამაზე გამახსენდა კიდე ის, რომ flow ავტორებიც ამბობენ, რომ იკიგაი ძალიან მჭიდრო კავშირშია flow-სთან. ანუ თუ flow-ში ხარ, მაშინ შენ იკიგაისკენ დგამ ნაბიჯს და თუ იკიგაის ასრულებ, ანუ flow-ში ხარ. ანუ სრულიად დაკავებული ხარ შენთვის საყვარელი და საინტერესო საქმით. და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი პოდკასტები დავიწყეთ სწორედ ამ წიგნის განხილვით, იმიტომ რომ ეს პროცესი ძალიან ბევრგან არის აღწერილი და ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია ბევრი ასპექტის გასაანალიზებლად. ამიტომ ნინო შეგვახსენე ძალიან მოკლედ რა არის flow. Flow ეს არის დინების მდგომარეობა, როგორც განვიხილეთ, ხო? ძალიან სიღრმეებში არ ჩავალ, უბრალოდ გავიმეოროთ იმ მსმენელისთვის, რომელსაც პირველი ეპიზოდი არ აქვს ჩვენი ნანახი და მოსმენილი. Flow არის მდგომარეობა, როდესაც მე ვაკეთებ ჩემთვის საყვარელ საქმიანობას, სადაც მჭირდება ცოტა ზედმეტი ძალის ხმევა. და ვიცი რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ და საით მივდივარ. ამ დროს მე მზად ვარ შევეჭიდო მნიშვნელოვან გამოწვევებს და რაც მთავარია ეს გამოწვევები ჩემს უნარებთან მოდის შესაბამისობაში, ხო? ეს გამოწვევა არის ისეთი, რომელსაც მე ნამდვილად გადავლახავ და გადავლახავ ენთუზიაზმით. გამოწვევა, როდესაც აღემატება ჩემს ძალას, მაშინ უკვე სტრესი შემოდის და რა თქმა უნდა, აქ flow-ს მდგომარეობაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. Flow-ს მდგომარეობის შესანარჩუნებლად რა გვეხმარება? რაც პირველი ახლა მე მახსენდება, არის კონცენტრაციის უნარი და თუ დავფიქრდებით, კონცენტრაციის უნარი დღეს დეფიციტია.
ჩემი შულების მაგალითზე რო ავიღო, ხო? დიდი ხანი ერთ თემაზე ვერ კონცენტრირდებიან. თითქოს გაბნეულები არიან. თითქოს უნდათ რომ ბევრი რაღაც ერთდროულად გააკეთონ და სწორედ აი ეს მიდგომა, ბევრი სხვადასხვა საქმის ერთად კეთება არ ღვევს flow-ს მდგომარეობას და ამას ეპიდემიოლოგიურ multitasking-საც უწოდებენ, ხო? და რატომ? ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენს ტვინს არ აქვს ფუნქცია, რომ სხვადასხვა ტიპის საქმე ერთად აკეთოს. წარმოიდგინე ტელევიზორის გადასართავი არხები. ადრე რო იყო ხელით რო ვრთავდით ხოლმე, ხო? ერთ საქმეზე როდესაც არის ტვინი კონცენტრირებული და მე სხვა რაღაცაზე გადამაქვს ყურადღება, გადახტება ერთი საქმიდან მეორე საქმეზე, მეორე საქმიდან მესამე საქმეზე და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კვლევა არსებობს ამაზე და რას გვასწავლის ეს კვლევა, რომ როდესაც შენ კონცენტრაცია არ აქვს სათანადო დონეზე, განვითარებული და არ კონცენტრირდები იმ შენ საყვარელ და მნიშვნელოვან საქმეზე, მისი ხარისხი არ იქნება ის, რაც შენ გინდა რომ იყოს. და ძალიან ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი შემოდის ამ დროს და ჩვენ ვისაუბრეთ კიდევაც ჩვენს წინა ეპიზოდში ატომურ ჩვევებზე, ხო გახსოვს რომ ხელის შემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა ძალიან მარტივად შეგვიძლია. თუნდაც მაგალითად რომ ჩვენი სამუშაო სივრცე მოვაწყოთ ისე, რომ გვერდზე არ ქონდეს მობილური, გვერდზე არ იყოს კომპიუტერი, სადაც უცბად იმეილი შემოვა, სადაც უცბად რაღაცა მესიჯი იქნება და ეს ყველაფერი ჩვენ ხელს შეგვიშლის, რომ აი იმ საქმეზე ვიყოთ ბოლომდე კონცენტრირებული და მთელი ყურადღება და ენერგია დავხარჯოთ მასზე. და რა თქმა უნდა, ეს უნარი ვიყო კონცენტრირებული, გვეხმარება რომ შევინარჩუნოთ flow-ს მდგომარეობა და flow-ს მდგომარეობა არის წინაპირობა და ვფიქრდე და ვიმოგზაურო იმ გზაზე, რომელიც ჩემს იკიგაის აღმომაჩენინებს. მოკლედ ეს არის flow და იკიგაის თანამშრომლური ამბავი. მოკლედ შეგვიძლია ჩვენი იკიგაი ჩვენს flow-ებშიც ვეძებოთ ხოლმე. რა თქმა უნდა. კარგი. ნინო, flow-ში ყოფნის ერთ-ერთი განსაზღვრელი ფაქტორი და დამხმარე ფაქტორი არის ის, რომ უნდა ვაკეთოთ ისეთი საქმე, რაც ცოტათი მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ყოველდღიურად ვაკეთებთ ხოლმე, ხო? ანუ მუდმივად უნდა ვიყოთ სწავლის პროცესში. როგორ ავსახოთ ეს ჩვენს იკიგაიში? სწავლის პროცესში ვართ მუდამ, ვეძებთ რაღაცა ახალს და როდესაც ხვდებით, რომ ეს საქმე იმდენად კარგად ვიცი, რომ ძალისხმევას ჩემგან არ მოითხოვს, აქ შემოდის ისევ ჩემი ემოციური ინტელექტი და ცნობის მოყვარეობა და ვაშენებ ახალ საქმიანობას არსებულ საქმიანობაზე, რაც იწვევს ინტერესს, რაც იწვევს უფრო მეტ ჟინს, რომ მე ეს კარგად გავაკეთო. აი, წარმოიდგინე, რომ ეს ყველაფერი კარგად გააკეთე, რამდენიმე flow-ს მდგომარეობა განიცადე, ამ დროს როგორი ხარ შენ? ვარ თავდაჯერებული, მომწონს ჩემი თავი, ვაქებ ჩემ თავს და მაქვს შეგრძნება, რომ მე გამარჯვებული ვარ. და ეს ყველაფერი საით მიბიძგებს, რომ კიდე უფრო მეტი flow-ს მდგომარეობა შევიქმნა ჩემთვის, რომ აღმოვაჩინო კიდე უფრო მეტი იკიგაი, ვიდრე აღმოჩენილი მაქვს. და ისევ იდენტობას დავუბრუნდები. ვინ ვარ მე? ვარ ექიმიც, ვარ ადვოკატიც, ვარ პოლიტიკოსიც და ასე შემდეგ. მრავალფეროვანი ადამიანი ვარ, ჩემი ემოციური ინტელექტიც უფრო მაღალია და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი იკიგაის აღმოჩენა შემიძლია ჩემი ცხოვრების მანძილზე. ანუ ეს მუდმივი განვითარება გვეხმარება, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ახალგაზრდობაც, ხო? გარკვეულწილად. კი ბატონო, და აქ შემოგიტრიალებ მაშინ ერთ ფორმულას. სიბერისგან გაქცევის სიჩქარე რას უდრის? აქტიურ გონებას და ახალგაზრდულ სხეულს. აქტიური გონება ახალგაზრდული სხეული და ზუსტად აქ მივდივართ, რომ როდესაც შენ რაღაცა ახალს სწავლობ, რა ხდება ამ დროს? ახალი ნეირონები წარმოიქმნება, ნეირონების წრედი, რომელიც ახალგაზრდავებს შენ გონებას და წინ მიდიხარ, ვითარდები. ხა წარმოიდგინე ადამიანები დრო რო გადის, რაღაცა კარგად გვაქვს დასწავლილი, ხო? და ჩვენი ტვინი ძველმოდური ორგანოა. უყვარს გავლილ გზაზე სიარული, უკვე იცის სად მიდის და ეს მისთვის კომფორტული მდგომარეობაა და ამ დროს არ ახალგაზრდავდება და აღარც ვითარდება. ერთ კითხვას დაგისვა მაშინ აქ. როდის იწყებენ ჩვენი ნეირონები კვდომას?
არ მინდა ამის აღიარება, არ ვაღიარებ, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენი ნეირონები იწყებს კუდომას 20 წლიდან. 20 წლიდან და ზუსტად აი ეს განვითარება, ეს ჟინი, flow-ს მდგომარეობა, სურვილი რომ ახალი იკიგაი აღმოვაჩინოთ ჩვენ ცხოვრებაში, აი ამ პროცესს აჩერებს. ადამიანი, რომელიც ვითარდები, ადამიანი, რომელიც შენ თავში ხარ დარწმუნებული, შინაგანად ანათებ. ასხივებ. ხო გქონია ყოველას ესეთი მომენტი და რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ახალგაზრდულადაც გამოიყურებ. ასევე ამ ჩვენ ახალგაზრდულობას და აქტიურ გონებას ხელს უწყობს სიმშვიდეც, ხო? სტრესისგან განთავისუფლება მეტნაკლებად. როგორც ავტორები აღწერენ, სიმშვიდის ხელოვნება. და ამისთვის მაგალითად მოაქვთ ოკინავას მაცხოვრებლები, რომლებიც სულ სხვანაირად უყურებენ სტრესს. ის კი არ არის, რომ სტრესი არ არსებობს. არამედ ისინი უყურებენ ცვლიან თავიანთ მიდგომას სტრესის მიმართ. არ ნერვიულდებიან, ცდილობენ პაუზა გააკეთონ, ჩაის უმდგონ, სხვანაირად შეაფასონ სიტუაცია და შეცვალონ არა სტრესის გამომწვევი მიზეზები, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია რომ ჩვენ შევცვალოთ, არამედ ჩვენი მიდგომები, როგორ ვპასუხობთ ამ სტრესს. გარდა ამისა, უნდა მოვყვე. ძალიან მომეწონა სამი მიდგომა, რომელიც მათ აქვთ. ეს არის შირინ იოკუ. ანუ ტყის აბაზანა, თავისთავად ეს არ გულისხმობს ტყეში აბაზანის მიღებას და არც ტყის აბაზანის მიღებას, ეს არის ბუნებაში ყოფნა და ბუნებაში, სიმშვიდეში ყოფნა და თავის გაცნობიერება, რომ შენც ამ სამყაროს, ამ ბუნების ნაწილი ხარ და ემოციებისგან განთავისუფლება, ვაბისაბი რომ სილამაზე არასრულყოფილებაშიც არის და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო საკითხი იყო, იმიტომ რომ მე მიყვარს, როდესაც ყველაფერი არის perfect. კი, ანუ უნდა ეს რო ესე დავდეთ, ჩემთვის იყო თავიდან უცხო, მაგრამ იმიტომ რომ ჩემთვის უნდა იყოს გასწორებული დიაგონალზე ხაზში და ასე შემდეგ. და ამ წიგნის საკითხვის მერე მივხვდი, რომ მართლაც სილამაზე არასრულყოფილებაში არის, შეიძლება იდეალური დღე არ იყოს, ისე არ წარიმართოს, როგორც დავგეგმეთ, მაგრამ შევაფასოთ ის, რომ კარგი იყო, ხო, დავინახოთ კარგი მომენტები და იმითი ვისიამოვნოთ. და ასევე იჩიგო იჩიე, ანუ ერთი წამი, რომელიც აღარ განმეორდება. აი ეს წამი, მე და შენ რო ვხედავთ და უკვე რამდენიმე წამი და ვსაუბრობთ, ხო აღარ განმეორდება. ამიტომ სრულად ვისიამოვნოთ ამ დროით, დავაფასოთ და პატივი ვცეთ. ანუ ვიყოთ აქ და ახლა, ამჟამად და ტვინი არ გქონდეს გაფანტული სხვა მოვლენებზე, ვიყოთ მაქსიმალურად კონცენტრირებული. შეიძლება ვერ შევცვალოთ სტრესის გამომწვევი მიზეზები, მაგრამ აი ეს ჩვენი განსხვავებული მიდგომა, როგორ ვუყურებთ ამას, რას ვცვლით, ეს დაგვეხმარება ამ სტრესთან გამკლავებაშიც კი. ეს სამი მცნება იყო, რომელსაც ოკინაველები იყენებენ და მომწონს, მაგრამ შენ კიდე არაერთი რჩევა გაქვს, რომელიც შეგეძლია რომ გაგვიზიარო სტრესთან კი ტრენინგებიდან მახსოვს კი ბატონო სტრესთან დაკავშირებით სტრესთან გამკლავების ძალიან ბევრი ტექნიკა არსებობს თუმცა მოდი ჩვენი წინა ეპიზოდიდან შემოვიტანოთ ისევ ემოციური ინტელექტი ხო ჩაისუნთქე გაცნობიერე რა გემართება რა ემოცია მოვიდა რამ გაგაღიზიანა რა იყო ის რამაც აღგაშფოთა ხო ეს ყველაფერი შენ შეგიძლია რომ დაასათაურო და მე გაცნობიერებულად ამაზე მისცე რეაქცია ან გაცნობიერებული ქმედება განახორციელო სტრესი მოდი ხა მე ვერ მხრიდან შევხედოთ სტრესი სასარგებლოა ძალიან რომ არა სტრესი კაცობრიობა აქ დღეს ვერ მოვიდოდა ხომ ადამიანს რომელიც ცხოვრობდა გამოქვაბულში რა თქმა უნდა ისიც მუდმივი სტრესის ქვეშ იყო სტრესი იყო იმიტომ რომ უნდა მოეპოვებინა საკვები ცხოველისგან თავი უნდა დაეცვა სადღაც გამოქვაბულში უნდა გამთბარიყო და ასე შემდეგ სტრესი არის რა ჩვენი თავდაცვითი რეაქცია როდესაც გარედან შემოდის იმპულსი ან გარედან შემოდის ისეთი სიგნალი რომ
ეს სიტუაცია შენთვის უსაფრთხო არ არის. რაღაც ხდება და აბა ეხა შენ იცი როგორ მოიქცევი. გაიქცევი, შეეჭიდები, იგნორს გაუკეთებ თუ რასიზამ. მოკლედ, გადარჩენისთვის სტრესი უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელ ცხოვრებას და დღევანდელ ჩვენს ყოფას რო შევადაროთ, ჩვენ მუდმივ სტრესში ვართ, იმიტომ რომ კონკურენციის ძალიან მაღალი დონეა. ჩვენი გონება მობილურის მესიჯს შემოსულ იმეილს, რომელიც წკაპუნობს ხოლმე. ამას ყველაფერს სტრესად აღიქვამს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით იქ რა ინფორმაცია საფრთხის შემცველია თუ არ არის საფრთხის შემცველი. აქ მთავარი არის ბალანსი ვიპოვოთ, ხო? რომ ეს სტრესი დისტრესში არ გადაიზარდოს, რაც ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს. დეპრესია იქნება, ეს გადაწვა იქნება თუ ასე შემდეგ. ამიტომ ადამიანს, რომელსაც ემოციური ინტელექტი, თვითცნობიერება და მე რეგულაცია კარგად აქვს გააზრებული, სტრესსაც ძალიან მარტივად უმკლავდება. მარტივად შეიძლება რაღაც ცოტა ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ გაცნობიერებულად უმკლავდება, ხო? და აი ამ სტრესულ მდგომარეობებს იყენებს იმისთვის, რომ გაანალიზოს და უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც მას დაეხმარება წინსვლაში. და ტექნიკა, რომელიც გვეხმარება სტრესის გამკლავებაში, ეს არის გონებრივი სიფხიზლე, mindfulness, რასაც უწოდებენ და mindfulness-ი როგორ მიიღწევა? იოგას ვარჯიში, რასაც მე და შენ ვაკეთებთ და ალბათ დააკვირდებოდი უკვე 3 თუ 4 თვე გავიდა, რომ სხვანაირად ვიქცევით, სხვანაირად შეგვიძლია დაფიქრება და გამძლეობის დემონსტრირება. ეს არის სუნთქვითი ვარჯიშები და არსებობს ძალიან მრავალფეროვანი თერაპიაც კიდევ ამისთვის. შეგვიძლია შემდეგ თერაპიებზე გადავიდეთ, თუმცა უპირობო არის ის, რომ ჩვენი ემოციური ინტელექტი, რომელზეც მუდამ უნდა ვიფიქროთ და განვავითაროთ, გვიწყობს ხელს, რომ სტრესი ვმართოთ ჩვენთვის სასარგებლოდ და არა ისე, რომ ჩვენ ძალიან დავზიანდეთ. მე მახსოვს მაინც ოკინაველებს ვუბრუნდები. მათ აქვთ ერთი ძალიან საყვარელი სიმღერა, რომელიც გარკვეულწილად ასახავს ახლა ამ სტრატეგიებს და გარკვეულწილად ასახავს იმ სტრატეგიებს, რომლებზეც მანამდე მოგვიყევი. ეს სიმღერა დღემდე თითქოს ჩამესმის და ამოვიწერე კიდევაც სპეციალურად, რომ მინდოდა რომ ეს აუცილებლად გამეზიარებინა და აქამდე რაც ვისაუბრეთ რა ტექნიკაზე და რა მიდგომაზე ვისაუბრეთ, თითქოს ეს სიმღერა ამ ყველაფერს აჯამებს და რას გვეუბნებიან ოკინაველები. მიირთვით ცოტა ყველაფერი. დაიძინე ადრე, გაიღვიძე ადრე და შემდეგ წადი სასეირნოდ. ჩვენ ყოველდღე მშვიდად ვცხოვრობთ და მადლიერებით ვატარებთ ყოველ წუთს. იმისათვის რომ დიდხანს ვიცხოვროთ, გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი და ღირებული ურთიერთობები. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, წელიწადის ეს ყველა დრო ჩვენ ძალიან გვიყვარს და მთავარია არ იფიქროთ, რამდენი წლის არის თქვენი ხელები. მთავარია დააკვირდეთ, რომ თქვენი თითები მოძრაობას არასოდეს წყვეტენ. და თქვენ თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ და თქვენი თითები მოძრაობას არასოდეს შეწყვეტენ, ჩვენ ერთად შეგვიძლია ვიზეიმოთ 100 წლის იუბილე. აი ეს არის ის სიმღერა, რასაც ოკინაველები გვეუბნებიან. კი, ნამდვილად კარგად აჯამებს იმას, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ. რამდენად პატივს ცემენ მეგობრობას, სოციალურ ურთიერთობებს, მადლიერებას, რამდენად გააზრებული აქვთ თავიანთი ემოციები. ანუ აი მართლაც მათი ემოციური ინტელექტი როგორ საფეხურზეა ასული, რომ აი თითეული დეტალი თითქოს გათვალისწინებული აქვთ და შესაბამისი ქმედებაც აქვთ დაგეგმილი. სანამ მაგ დონეზე მივალთ, ასევე არსებობს გარკვეული ტიპის თერაპიები, რომლებიც საინტერესო იყო უბრალოდ გასააზრებლადაც კი, როდესაც ვკითხულობდი. შეიძლება ვერ მივიდეთ ასეთ თერაპევტთან, მაგრამ დასაფიქრებლად და ის რომ ჩვენ საკუთარ ემოციებს დავაკვირდეთ ამ კუთხით, მაინც საინტერესოა და მე მახსენდება ლოგოთერაპია და ეს რო წავიკითხე, განსაკუთრებული თითქოს არაფერია, მაგრამ რო დაფიქრდები, მიხვდები რაოდენ ღირებული და მნიშვნელოვანია, ხო? რა არის ლოგოთერაპია? ლოგოთერაპია არის ისეთი ტიპის მიდგომა ადამიანთან, რომელიც გასწავლის აქ და ამ
ამჟამად პრობლემების გამკლავებას, რომელიც გეხმარება რომ მოიპოვოს სულიერი სიმშვიდე, გაიზარდო, წინ წახვიდე და ეს ყველაფერი შენს პრინციპებთან და ღირებულებებთან იყოს თანხვედრაში. ანუ რა გამოდის ერთი სიტყვით რო ვთქვათ, რომ გვეხმარება ვიპოვოთ ჩვენი იკიგაი, იმისათვის რომ საზრისიანი, ღირებული და საინტერესო ცხოვრება გქონდეს, ხო? როდის ემართება ადამიანს ეგზისტენციალური პრობლემა? ესეც არის ამ წიგნში განხილული. როდესაც მე მეკარგება საზრისი, ანუ მე არ მაქვს პასუხი, რატომ ვაკეთებ ამას. რას ვაკეთებ ვიცი, მაგრამ ეს რა და რატომ სინთეზში თუ არ არის, გვემართება კრიზისი, არ ვიცით, რისთვის ვარსებობ. საერთოდ რა აზრი აქვს იმას, რასაც ვაკეთებ. და ზუსტად ამაზე არის მთელი აქცენტი, რომ იპოვო რატომ და ვინც იცის პასუხი, ვისაც აქვს პასუხი კითხვაზე რატომ, იგი აუცილებლად გეტყვის როგორ. ეს არის მთელი ამ თერაპიის მთელი ფილოსოფია და მეორე არის მორიტას თერაპია, რაც ასევე ძალიან მომეწონა, რომელიც გვეუბნება, რომ მიიღე შენი ფიქრები და ემოციები ისეთი, როგორიც არის. ნუ შეეწინააღმდეგები, არამედ დაფიქრდი, რა არის ეს და როგორი არის ეს. მორიტას თერაპია გვიბიძგებს, რომ სიმშვიდეში გავატაროთ ძალიან დიდი დრო და ვიფიქროთ ჩვენს თავზე, ჩვენს ემოციებზე და ჩვენს ფიქრებზე. მოკლედ, მორიტას თერაპიას რო გაივლი, გამოდიხარ აბსოლუტურად სხვა ადამიანი, რომელიც ხარ ცნობიერი, ისევ ემოციური ინტელექტთან მივდივართ, შენი ემოციები და ფიქრები კარგად გაქვს გაცნობიერებული, ემოციები კი არ გმართავს შენ. შენ იღებ პასუხისმგებლობას, რომ ეს ყველაფერი გააცნობიერო და შემდეგ შესაბამისად იმოქმედო. და ასევე სხვა ადამიანებსაც ნაკლებად უკვე აქვთ იმის ძალაუფლება, რომ შენზე ზეგავლენა მოახდინონ. იმიტომ რომ შენ იმდენად ცნობიერი ხარ და იმდენად გაქვს გადაწყვეტილი, რა შეგიძლია მართო და რა არ შეგიძლია მართო, რომ სხვები შენზე ზეგავლენას იმ დონით ვეღარ აკეთებენ, რასაც ადრე აკეთებდნენ. ანუ ხდები უფრო მედეგი. ხდები უფრო მედეგი და ხარ ანტიმსხვრევადი. და ეს ანტიმსხვრევადობის პრინციპით ძალიან მომწონს ემოციური ინტელექტში, ეს როგორც ცალკე კომპონენტი ჩვენ განვიხილეთ, ხო, მედეგობა და რას გვასწავლის ეს მედეგობა, რომ მიიღე დარტყმა, დავარდი, მაგრამ აუცილებლად წამოდგე. ოღონდ რომ წამოდგები, უფრო ცნობიერი ხარ და უფრო მეტი საინტერესო უნარით აღჭურვილი ადამიანი ხარ. როგორ გავაკეთოთ კიდე ეს, რას გვეუბნებიან, როგორ გავხდეთ ანტიმსხვრევადები, რომ დაფიქრდი. მოიშორე ყველა და ყველაფერი, რაც შენ მსხვრევადს ხდის. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, შეიძლება იყოს ნივთი, შეიძლება იყოს სამსახური ან გარემო, რომელიც შენზე უარყოფით ზემოქმედებას აკეთებს და ამ თერაპიას, როდესაც გადიხარ ადამიანი, ძალიან ბევრი დრო გაქვს, რომ ეს ყველაფერი გააცნობიერო. და მოდი ორი სიტყვით მე დავუბრუნდები ლოგოთერაპიას და მის დამაარსებელს. ძალიან მნიშვნელოვანია ფრანკლინი იყო ადამიანი, რომელმაც ეს თერაპიული მეთოდი შეიმუშავა და დააარსა სკოლა და თვითონ გახდა პირველი პაციენტი. ეს ადამიანი, მის ისტორია ასეთია, მოხვდება საკონცენტრაციო ბანაკში. და ამ ბანაკში, როდესაც მოხვდება, მას თან აქვს უამრავი შრომა და დაკვირვება, ზუსტად აი ამ თერაპიული მეთოდები და დაკვირვებები, რაზეც მთელი ცხოვრება მუშაობდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩამოართვეს და გაუნადგურეს. ადამიანმა პირველივე დღიდან ბანაკში დაისახა მიზნად, რომ თავიდან შეეგროვებინა ყველა ეს მასალა. ანუ რა გააკეთა? იპოვა საზრისი და ჰქონდა მკაფიო მიზნები, თუ რას გააკეთებდა, როდესაც იგი საკონცენტრაციო ბანაკს თავს დააღწევდა. ბანაკში ყოფნის დროს მას დაემართა ტიფი. და ასეთ ისტორიას ყვება, რომ როდესაც ის სიკვდილ სიცოცხლის მიჯნაზე იყო და სიკვდილს ებრძოდა, არ ნებდებოდა და პატარა ფურცელსაც კი რო იპოვიდა, პატარ-პატარა ჩანაწერებს აკეთებდა. ამ ადამიანმა დააღწია თავი, შექმნა ამ თერაპიის სკოლა და თვითონ იყო პირველი პაციენტი. ძალიან კარგი მაგალითია ანტიმსხვრევადობის, მედეგობის და გამძლეობის, ხო? ანუ აი მთლიანად ისე შეიმუშავა თავისი ცხოვრება და ისეთი პერსისტენტული იყო, რომ თავის მიზანს
მიაღწია და თან მიზანი იყო არა მარტო მისთვის მნიშვნელოვანი, არამედ გამოადგა გარემოსაც, სამყაროსაც, ხო, თავისი ახალი საინტერესო თერაპიით და შენ ისაუბრე ანტიმსხვრევადობაზე და მოკლედ შევეხები გამძლეობასაც. ეს არ არის უბრალოდ რომ აი უნდა გავუძლო რაღაცას, როგორც ამ შემთხვევაში აღწერე, ის გამძლეობაზე კი არ იყო. ის მისი გადაწყვეტილება იყო, რომ არ გაჩერებულიყო. სწორედ ეს არის გამძლეობა. არ გადაწყვეტილება, რომ არ გავჩერდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გარშემო თუნდაც შეიძლება ყველაფერი ინგრევა, არასწორად მიდის, ცუდად მიდის და ასე შემდეგ. ანუ სასურველია თუ ჩვენ თავებს შევუქმნით იმ პირობას და ისეთ გარემოს, რომ შევძლოთ, დავგეგმოთ, ავირჩიოთ რამდენიმე გზა. ერთი შეგვეშლება, გაგვიფუჭდება, გავაანალიზოთ, გვიღირს თუ არა მისი გაგრძელება, შეიძლება ცვლილება იყოს საკმარისი, შეიძლება მიტოვება იყოს ალტერნატივა, ან შეიძლება ისევ გაგრძელება. ანუ ჩვენ ვერ შევცვლით იმ ცვლილებებს, ხო, რაც ჩვენ გარშემოა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივჩევცვალოთ ჩვენი მიდგომები და შესაბამისად დავიგეგმოთ. ამიტომ სასურველია, როგორც ვთქვით, რომ კონდეს რამდენიმე გეგმა, თუნდაც ინვესტიცია გააკეთო, არა, გააჩნია ხა შემოსავლიდან გამომდინარე სხვადასხვა საქმეში, რომელიღაცა ხო გაამართლებს. და როდესაც რამდენიმე სხვადასხვა მიმართულება გაქვს, შენ უკვე ნაკლებად მსხვრევადი ხარ, ან უფრო გამძლე ხარ იმ გარემო პირობების, რაც უარყოფითი გარემო პირობების, რაც შეიძლება შენს გარშემო იყოს. და კვლავ ვუბრუნდებით იმას, როგორ კი, აქ არის მნიშვნელოვანი ვინ ვარ მე და რისი გაკეთება მინდა და რა ღირებულებები მომოძრავებს. და როგორც შენ ანტიმსხვრევადობაში ახსენე, შეგვიძლია შევქმნათ ის გარემო, რომელიც ხელს შეგვიწყობს, რომ ვიყოთ უფრო გამძლეები, ხო? იგივე შევცვალოთ გარემო, სადაც ვმუშაობთ ან ვარსებობთ, მოვიშოროთ ის ადამიანები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ჩვენზე, პირველ რიგში უნდა შევაფასოთ, ხო? და აღმოვხვრათ ის ჩვევები, რომლებიც ერთსა და იმავე წრეზე გვატრიალებენ. პირველ რიგში შევაფასოთ ჩვევები, რომლები არის უარყოფითი და მავნე და საზიანო ჩვენთვის და შემდეგ ვეცადოთ, რომ შევიმუშაოთ ისევ ჩვევების ის კომბინაცია, რომელიც ჩვენ მიზნებს და ჩვენ იდენტობას შეესაბამება. და აი ამ ყველაფერს სად მივყავართ? იკიგაის აღმოჩენის გზაზე და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, აქ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ ეს სწრაფად არ ხდება. საკმაოდ გრძელი გზა და საკმაოდ საინტერესო, იმიტომ რომ მუდმივ აღმოჩენებში ხარ და ხელს რა გვიწყობს კიდევ, როგორც წინა ეპიზოდში ვისაუბრეთ, რაც უფრო მეტად მაქვს განვითარებული ემოციური ინტელექტი, მით უფრო მედგრად, მიზანდასახულად ვმოგზაურობ იკიგაის აღმოჩენის გზაზე. მაგრამ არსებობს კიდევ გარკვეული ინსტრუმენტები, რომლებიც დაგვეხმარება, რომ ეს ჩვენი იკიგაის აღმოჩენა შევძლოთ, ხო? რამდენი დროც არ უნდა დაჭერდეს. ეს არის 4 კითხვა, რომელიც ჩვენ თავს უნდა დავუსვათ. ერთჯერადად რამდენჯერად საჭირო იქნება და საჭიროებისამებრ დავიხმაროთ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებიც. და რატომ ახლა მიხვდებით, როდესაც კითხვებს გავიმეორებ, ეს არის გავიმეორებ რა მოვყვები. ეს არის პირველი კითხვა არის, რისი კეთება მიყვარს? რა სიამოვნებს და რა მანიჭებს კმაყოფილების შეგრძნებას? მეორე, რაში ვარ მაგარი, რა გამომდის კარგად, ბუნებრივად დაძაბვის გარეშე და ამას თუ თქვენ თვითონ ვერ ხვდებით, აქ შეიძლება თქვენი მეგობრები, კოლეგები, გარშემო ადამიანები დაგეხმარონ. მესამე კითხვა არის, რა სარგებელი შემიძლია მოუტანო სამყაროს და სამყარო ეს დიდია. დიდია და ასევე შეიძლება იყოს თქვენს გარშემო თემები, ხო? ანუ ადამიანები, მეგობრები თუნდაც. და მეოთხე, რა საზღაურს ვიღებ ამისთვის? და ნინო, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ უბრალოდ მე ვახსენე, რომ ვიცი შენი იკიგაი რა არის და მოდი შენს მაგალითზე გავაკეთოთ ეს საბარჯიშო, ვუპასუხოთ ამ კითხვებს და შეიძლება გარკვეულწილად რაღაცა ინსპირაცია იყოს სხვებისთვისაც, რომ უფრო კარგი წარმოდგენა შეექმნათ.
მოკლედ ძალიან საინტერესო და მარტივი სავარჯიშოა, თუმცა დრო სჭირდება ამას, იმიტომ რომ გასააზრებელია. მოდი დავიწყოთ კითხვა ნომერი 1-დან. რა არის ჩემი მისწრაფება, რისი კეთება მიყვარს? მიყვარს მაგალითად კითხვა, მიყვარს რასაც წავიკითხავ, იმის დამუშავება, რომ შემდეგ ეს ცოდნა გავაზიარო, ძალიან მიყვარს ცურვა, ძალიან მიყვარს იოგა, მიყვარს მოგზაურობა და ასე შემდეგ. ბევრი რამე არის, ბევრი რამე შემიძლია ჩამოვთვალო და ყველა ადამიანს შეუძლია რომ ძალიან ბევრი რამე ჩამოთვალოს, აი რაც ესე ძალიან უყვარს. კი ბატონო, მოდი ახლა გადავიდეთ მეორე კითხვაზე და ამ ორ კითხვას შორის კავშირი უნდა აღმოვაჩინოთ. რაში ვთვლი რომ მაგარი ვარ? სად ვხედავ რომ მაქვს განსაკუთრებული ნიჭი? მე პირადად ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია რომ ძალიან კარგად გამომდის ცოდნის გაზიარება. ძალიან კარგად გამომდის coaching სესიების ჩატარება. კარგად გამომდის ცურვა და როგორც აღმოჩნდა ჩემო თაკო, იოგაც ძალიან კარგად გამომდის და ნიჭიერი მოსწავლე ყოფილვარ, ხო? აი ნახე, ხა ვიპოვე უკვე კავშირები, ჩემი ჟინი და მისწრაფება არის რომ წავიკითხო წიგნები და შევქმნა რაღაც სასწავლო მასალა და თურმე ამის ნიჭიც მაქვს და გადმოცემის უნარის რომ ეს ყველაფერი გავაზიარო. გადავიდეთ ახლა მესამე კითხვაზე. რა სჭირდება სამყაროს? ნუ გლობალურად თუ შევხედავთ, სამყაროს სჭირდება სიმშვიდე, სამყაროს სჭირდება განათლებული ადამიანები, სამყაროს სჭირდება ჯანსაღი ადამიანები, სამყაროს სჭირდება მოაზროვნე ადამიანები და ძალიან ბევრი რამე სჭირდება სამყაროს. და ახლა მე უკვე ვუბრუნდები ჩემ თავს და ვუსვამ კითხვას. ამ ჩემი საქმიანობით, რაც მე მიყვარს და რაც მე კარგად გამომდის. რა წვლილი შემაქვს სამყაროში, ხო? და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გაზიარება, რაც ცოდნას შეეხება, რაც შენს კარგ გამოცდილებას შეეხება, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. რაღაც მომენტში ვთვლი, რომ ჩემი ტრენინგებით ადამიანებს ზოგს ინსპირაციას ვაძლევ, ზოგს იმის ბიძგს ვაძლევ, რომ კიდევ უფრო კარგად დაფიქრდნენ. თუნდაც coaching-ის სესიებს რომ ვატარებ, ხო? გარკვეულწილად ვეხმარები ადამიანებს, რომ უფრო კარგად შეიცნონ საკუთარი სურვილები და იპოვონ გზა, სადაც მეტად განვითარდებიან და მეტ რეალიზებას იპოვიან. აი, ესეთ რაღაცას კავშირს ვხედავ და მოდი დავუბრუნდოთ ახლა მეოთხე კითხვას და ამით შევკრათ ეს წრედი. სად ვიღებ ანაზღაურებას? მაგრამ მნიშვნელოვანია აქ, რომ ვთქვათ, ეს ანაზღაურება მარტო მონეტარული არ არის. ეს შეიძლება იყოს იმის განცდა, რომ შენ მნიშვნელოვანი ხარ, ეს შეიძლება იყოს მადლობა, ეს შეიძლება იყოს აღიარება და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩატარებულ ტრენინგებში ფულს მიხდიან. ძალიან კარგი, წრედი შეიკრა. coaching სესიებშიც ფულს მიხდიან. ძალიან კარგი, ეს წრედით შეიკრა. ძალიან მიყვარს იოგა და ვთვლი, რომ ამაშიც ანაზღაურება მივიღე იმ კუთხით, რომ შენ დაგძარი, წამომყევი, შენთვის ეს მნიშვნელოვანი და ძალიან სასარგებლო იყო და შენ მე მხარს მიბავ, მადლიერებას გამოხატავ და ამ ყველაფერში მეც მაძლევ მოტივაციას, რომ ეს ვარჯიში მუდმივად გავაგრძელოთ, ხო? ასე რომ რა გამოვიდა? 3 იკიგაი უკვე ჩამოვთვალე ჩემი ტრენინგები და ცოდნის გაზიარება, coaching-ი და იოგას ვარჯიში. ვინ იცის მომავალში შეიძლება ცურვის სწავლებაც დავიწყო და ამაში ანაზღაურებაც ავიღო, ხო? ასე რომ თუ დავფიქრდებით, რა გვიყვარს, რა გამოგვდის კარგად, რა სჭირდება სამყაროს, ან იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს გარშემო ტრიალებს და რაში შემიძლია მე ავიღო მონეტარული თუ არა მონეტარული ანაზღაურება, ძალიან ბევრ გადაკვეთას ვიპოვით და ზუსტად ეს გადაკვეთები არის აი ეს ჩვენი იკიგაი. კი ნინო, ძალიან ინსპირაციულია. ვფიქრობ, რომ სახლში რომ მივალ, კიდევ ერთხელ დავფიქრდები, ჩემ თავს დავუსვამ ამ კითხვებს, თუ საჭირო იქნება შენ შეგაწუხებ გარკვეულ საკითხებზე. და ვეცდები, რომ ვიპოვო ჩემი ახალი იკიგაი, ან დავუბრუნდე და გავაანალიზო ეს ჩემი იკიგაი მართლა იკიგაი არის თუ არა. შენ საკმარისად გაქვს უკვე შენი იკიგაი ნაპოვნი, მაგრამ აი რის გაანალიზებას, ან რას გააკეთებთ დღეს საღამოს რომ მიხვიდოთ. ეხლა ძალიან საინტერესო საუბარი გვაქვს და აი რა ფიქრები გაგიჩინა, რას
მე საით мотивაციას წახვალა. მაძლევს ეს ყველაფერი და კიდევ შეიძლება დავფიქრდე რომ რა ახალი უნარი შეიძლება შევიძინო რომელიც იქნება სასარგებლო არა მარტო ჩემთვის არამედ სხვებისთვისაც და რამაც შეიძლება მომიტანოს ჯილდო თუნდაც ანაზღაურება იყოს ფულადი და თუნდაც სხვანაირი ჯილდო იყოს ხო ამიტომ ჩვენი მისწრაფებების და ნიჭის გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია და აქვე ვიტყვი რომ ადამიანს აქვს უკიდეგანო შესაძლებლობები. ჩვენ ძალიან ნიჭიერები ვიბადებით. უბრალოდ რამდენად ვართ მზად რომ ამოვიკითხოთ ეს ჩვენი ძლიერი მხარეები, რომელსაც მე პრაქტიკაშიც გამოვიყენებთ. მთელი ფილოსოფია არის ეს, ხო? და აქ შემოდის ზუსტად ის რომ ჩემი ქმედებები რაზე დავფიქრდებოდი და რასაც ვურჩევდი აბსოლუტურად ყველას რომ ბევრ რაღაცას ვაკეთებთ ადამიანები ხო ბევრ რაღაცას ვართ მიდევმოდებულები და აი აქ უკვე მე ვურჩევდი რომ იპოვონ ემოციური კავშირი ჩვენ როგორც ემოციური ინტელექტის განხილვის დროს ვახსენეთ ემოცია არის ის რაც ჩვენ გვამოძრავებს და ჩვენს მოძრაობასა და ემოციას შორის, ანუ რატომს ვაკეთებ და რას ვაკეთებ, როდესაც კავშირს ვიპოვით, ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რომ უფრო მეტი იკიგაი აღმოვაჩინოთ, ვიდრე დღეს ჩვენ გვაქვს. და ამისი გამოყენება, ამ პრინციპის და ამ მიდგომის გამოყენება იგივენაირად მნიშვნელოვანია სამსახურშიც, ხო და ლიდერის როლი არის აქ კრიტიკული, რომელმაც უნდა შექმნას გარემოს, სადაც შესაძლებელი იქნება თანამშრომლებმა აღმოაჩინონ და კი. როგორ დავნერგოთ ახლა ეს იკიგაის კულტურა ორგანიზაციაში? ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ წინა ეპიზოდებში ორგანიზაციულ კულტურაზე, ჩვევებზე, პროცესებზე, ეთიკის კოდექსზე და ასე შემდეგ, ხო? ამასაც უნდა დავაკვირდეთ. ეს პროცესები და ეს ეთიკის კოდექსი და ასე შემდეგ წინ თანამშრომლებს ვერ წაიყვანს, თუ მათ ემოციური ბმა არ ექნებათ ამ ყველაფერთან, ხო? ამიტომ გააზრებული თუ არ ექნებათ, რატომ აკეთებენ, რას აკეთებენ, ეს იქნება ძალიან მოკლევადიანი და არ იქნება ისეთი ეფექტური, როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს. თუნდაც მარტივი ნაბიჯები შეგვიძლია ამისათვის გადავდგათ და ეხლა მე უცბად წარმოვიდგინე ჩემი და ჩემი გუნდის შეხვედრები. მაგალითად, როდესაც გვაქვს გუნდთან შეხვედრა, ხო ვთქვით რომ ეს მუდმივად უნდა განვახორციელოთ. ადამიანებს ვკითხოთ, რას აკეთებ კი არა, რისი კეთება გიყვარს, რისი კეთება მოგწონს. რომელი საქმიანობის კეთება განიჭებს შენ სიამოვნებას. და ამის მიხედვით მივცეთ მას დავალება. მნიშვნელოვანი ასევე დავფიქრდეთ, რომ რამდენად ხდება დავალებებისა და ფუნქციების ცვალებადობა. რომ ადამიანი თუ მუდმივად ერთ რაღაცას აკეთებს და უკვე flow-ს მდგომარეობაშიც აღარ არის, იკიგაის აღმოჩენა გაუჭირდება, ხო? რამდენად მრავალფეროვანია მისი საქმიანობა, რომელიც მისცემს საშუალებას, რომ თავისი ტალანტი და ნიჭი აღმოაჩინოს და მე თუნდაც ორგანიზაცია შესთავაზოს, რომ აი მე ამის გაკეთება შემიძლია. ეს ახალი ფუნქცია და ხედვა მაქვს და მოდი ეს გამოიყენეთ, მე ამას სიამოვნებით გავაკეთებ, ამაში საკმაოდ ნიჭიერი ვყოფილვარ და თქვენ მე გადამიხადეთ. და მესამე და უაღრესად მნიშვნელოვანი რაზეც დგას იკიგაი. შექმენით და უნდა შევქმნათ ჩვენ ისეთი საქმიანობები, რაც გვაძლევს გუნდურობის განცდას. მე მარტო მე კი არ ვარ აქ ვართ ჩვენ. და ეს მარტო მე კი არ მჭირდება, ეს ჩვენ გვჭირდება, ჩვენს გუნდს ჭირდება, ჩვენს დეპარტამენტს ჭირდება, ჩვენს ორგანიზაციას ჭირდება, იმიტომ რომ მე ამით ოდნავ უფრო ვზრდი ორგანიზაციას, ან ვეხმარები ადამიანებს, რომ კიდევ უფრო უკეთესები გახდნენ. აი, ამის დანერგვა არ შეგვიძლია? როგორ არ შეგვიძლია? ყველანაირი საშუალება გვაქვს, ხო? შევქმნათ გარემო, ცნობიერი ადამიანები ვართ, დავაკვირდეთ ადამიანებს, მოვუსმინოთ ადამიანებს, ვიყოთ ემპათიურები ადამიანების მიმართ, დავალაგოთ ეს პროცესები და ვაპოვნინოთ კავშირი. ჯერ რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს და აი ეს რატომ რო ვიცი, რას ვაკეთებ, მე უკვე ძალიან მარტივად მიდის და ბოლოს ძალიან დიდხანს რო არ გაგვიგრძელდეს, კიდევ ასეთ რაღაცას ვიტყოდი და ვეტყოდი ლიდერებს და გუნდის ხელმძღვანელებს, რომ დაფიქრდით.
როგორი განცდა აქვთ თქვენს თანამშრომლებს? ისინი თავს გრძნობენ მხოლოდ შემსრულებლებად თუ რაღაცეების შემქმნელებად? ანუ მარტო როგორ თქვა, ტექნიკური საქმიანობის შემსრულებები არიან თუ ინოვაცია შემოაქვთ, რაღაცა კიდე უფრო უკეთეს და უფრო მეტად ღირებულს ქმნიან? ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა ჩვენ თავთან და ჩვენს ორგანიზაციასთან. როგორი არის ჩვენი ორგანიზაცია? ეს ორგანიზაცია ემსახურება ადამიანების გაზრდას მხოლოდ თუ არის ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ადამიანების გაზრდას და ამავდროულად ადამიანებს აძლევს შთაგონებას. აი ეს ორი კომპონენტი გვაქვს თუ არა და თუ გვაქვს, ეს ნამდვილად ის ორგანიზაციაა, სადაც ნებისმიერი ადამიანი ერთს თუ არა რამდენიმე იკიგაის მაინც იპოვის. კი, ეგ უნდა მეთქვა ახლა, რომ თუ მეორე კითხვაზე არის პასუხი კი, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აქვთ თავიანთი აზრის გამოხატვის უნარი, ინოვაციების დანერგვის სურვილი, თანამშრომლობა, მათ შორის ზომიერებაც რო ჩავრთოთ, რომ არ გადაიწვნენ და ურთიერთგაგება და დახმარება საჭიროების შემთხვევაში, იმიტომ რომ მათ ერთი მიზანი ამოძრავებს და ერთმანეთს ხელს უწყობენ ამ მიზნის მიღწევაში. და ბოლო ისეთი მაგალითი პარალელი რომ მოვიყვანოთ, ხო? მე როგორი თანამშრომელი ვარ, რომელიც მარტო დაწერილ job descriptions ან მოვალეობებს მივსდევ და იმას ვაკეთებ, თუ ამის ზემოდან ვცდილობ, რომ დამატებითი ღირებულება შევსძინო ჩემს საქმიანობას, ჩემს ურთიერთობებს და ასე შემდეგ და აქ ძალიან მიყვარს ეს მაგალითი. რომელ პურს ვაცხობ? პურს ვაცხობ თუ პურგულიანს ვაცხობ? ეს არის მოკლედ ის გზა, რაც გვაპოვნინებს იკიგაის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავფიქრდეთ. რა ისიკეთება გვიყვარს? რა უნარები მაქვს ჩემი საყვარელი საქმიანობის გასაკეთებლად? ამ ჩემი საქმიანობით რა წვლილი შემაქვს ადამიანების და საზოგადოების კეთილდღეობაში და სად ვპოულობ ანაზღაურების წყაროებს. მოკლედ, ეს არის ჩვენი იკიგაის მთელი ფილოსოფია. მადლობა ნინო, წავედი მე ჩემი იკიგაის მოსაძებნად.